ახლა კი იმის შესახებ, როგორ იქნება შალვა რამიშვილის სკანდალური შოუ სიმართლის დრო შეუძლია თუ არა მასში მონაწილეობის მიღება უცნობ სახეებს და მთავარი კითხვა რატომ არ დგას სიცრუის დეტექტორი სტუდიაში. ეს იყო კითხვები, რომელიც პირველი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა. მთავარი ინტრიგა პოლიგრაფი ანუ სიცრუის დეტექტორი, როგორ გადის კონტესტანტი დაკითხვას და ბიორიტმების მეშვეობით დადგენილი სიცრუე და სიმართლე. დეტალები ბექა ელბაქიძის რეპორტაჟში. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ამბობენ სიმართლეს ფასი არ აქვს. ჩვენთან სიმართლე მასდება 100,000 ლარი. ასე გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი სკანდალური პროექტი იმედის ახალ სეზონზე ასევე სკანდალურ სახესთან ერთად. ამერიკული შოუს ქართული ანალოგის, ანუ სიმართლის დროს მაყურებელი არა მარტო ცნობილი შოუმენის, არამედ 100,000-ის ინტრიგის ქვეშაც მოეცა. სიმართლის გარდა ეს რომ იყოს სრულად უცხო სხეული ქართულ სატელევიზიო სივრცეში მიუღებელი არც ხალხი უყურებდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კაფიო ინსტრუმენტი, რომელთაც სინჯავთ პოპულარობას გადაცემისა და ეს ინსტრუმენტი გვაჩვენებს, რომ კი, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. შიშველის სხეულის საჯაროდ გამოჩენა. იმის მტკიცება ხომ არ იყო, რომ გორელი ნინა ბევრად უფრო უკომპლექსოა ვიდრე თბილისელი ვაკელი ნინი ბადურაშვილი. თუმცა პირველივე გადაცემის გასვლისთანავე გაჩნდა უამრავი კითხვა. მათ შორის აქვს თუ არა მასში მონაწილეობის საშუალება არაცნობილ სახეს. როგორ შეიძლება მოიგო 100,000 და ყველაზე მთავარი, რატომ არ დგას სტუდიაში სიცრუის დეტექტორი? ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით რაღაცა ბუტაფორიის გზით და გავუკეთებინა სიმულირება, უბრალოდ ჩვენ ჩავთვალეთ ეგ არასწორად, იმიტომ რომ ფორმატის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგნაირად. კონტესტანტი დეტექტორზე ტესტირებას უნდა გადიოდეს წყნარ თავისუფალ გარემოში. ნინო, იგივე ნინა ჭკრიალაშვილი. სუსხანაირი კუთხით შეიძლება წარდგეს ესა თუ ის ადამიანი თავის მეგობრების, ოჯახის წევრების და ზოგადად მაყურებლის წინაშე. შემდეგ გადაცემებშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, გვეყოლება ცნობადი სახეებიც, მაგრამ აგრეთვე გვეყოლება ჩვეულებრივი ადამიანები, ვინც მოდიან, ახსოვენ აპლიკაციას და სურთ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. პირველივე გადაცემა მაღალი რეიტინგი აჩვენა. გადაცემაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი კი დღითი დღე იზრდება. ყოველდღიურად TBC TV-ში ათასობით შევსებული ანკეტა და აპლიკაცია შედის. ელემენტარულად დიდი ფულია. მეორე ინტერესი. რა ვიცი, მაინტერესებს რა ეგეთი ტყუილი უნდა ვთქვა, ანუ პირიქით რა სიმართლე უნდა ამოტივტივდეს ჩემზე და შემდეგი გადაცემისთვის უკვე მსახიობი გიორგი ყიფშიძე ემზადება. პოლიგრაფის ანუ სიცრუის დეტექტორზე კონტესტანტის გასინჯვა იგივე დაკითხვა ერთ ჩვეულებრივ ოთახში ხდება. ოთახში სტუმარს ხვდება სპეციალისტი, კამერა და რაც მთავარია დეტექტორი, რომელიც ჩვეულებრივ ერთი შეხედვით სამედიცინო ინსტრუმენტებისგან შედგება. გულის ცემის კონტროლი რო გვაფიქსიროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიცრუის გამოსავლენად. გვაქვს ორი სენსორი, ერთი არის მუცლის სუნთქვის, კერდის სუნთქვის, კანის წინააღმდეგობა. რომელიც ყველაზე უფრო ცნობიერია, როცა ადამიანი იტყუება. უნდა ავწიოთ 240. თვითონ ფაქტი რომ გაერთებენ და ისეთ რაღაცებს ისეთ მოთხოვნებია რომ არ გადაყლაპონ ერწყვი, თვალები არაცეცო, ისუნთქე თანაბრად და რაღაცები და უკვე ნერვიულობ რა, ისეთ რაღაცებს ისე გბოჭავენ და ნუ ამ ნერვიულობას მე მგონი ამას ითვალისწინებენ ადამიანი რომ ესე უკვე აპრილში ნერვიულობს და მე რიგ რაღაც ხარვაზებს იძლევა ის. არ ვიცი, ისე არის სიმშვიდე იყო სიტუაცია გარემოს გიქმნიან, რომ წნარად პასუხები გასცემ, მაგრამ მაინც ნერვიულობ, რომ იცი რაზეც არის ლაპარაკი რა. ნარკოტიკების მოხმარება კარგი ბიჭობის დემონსტრირება იყო? მუცლისა და მკერდის სუნთქვას, გულისცემასა და კანის წინააღმდეგობას სპეციალისტი მონიტორზე გამოყოფილ გრაფაში სამი ფერით განასხვავებს. სწორედ ამავე მონიტორზე ფიქსირდება კონტესტანტის სიმართლე. ანუ ეს ციფრები არის კითხვები, რაოდენობის მიხედვით მე რო გამიადგა სადო როგორ კითხვაზე ვარ. პლუს მინუსი არის უშუალოდ ტესტირებს დროს. აი ხა რა მეიცლება? გამცა და პასუხი გამცა მოთამაშება. დადების შემთხვევაში ვსვამ პლუს, ყოველ შემთხვევაში ვსვამ მინუს. წავა შეკითხვები რა თქმა უნდა იყო, აბა ისე ის როგორ ახარ, კარგად, სახლში როგორ არიან მშვენივრად, ამაზე ხო არ მოგცემენ 100,000 ხო? ჩვენ შევალთ ეშხში
მოვერგებით სტუდიას თამაშს, გადაცემა იქნება გაცილებით უკეთესი ვიდრე პირველი და იმედი მაქვს, რომ აი ესე პროგრესიით წავალთ წინ. ჩვენი გადაცემის სტუმარი მსახიობი გიორგი ყიფჩიძე. გადაცემის სტუმარს ტესტირებაზე მაქსიმუმ 50-60 კითხვას უსვამენ, რომელთაგან თავად გადაცემაში მხოლოდ 21 მოხდება. ისევე როგორც ამ კითხვებს, ასევე მოთამაშის ფსიქოლოგიურ პორტრეტს წინასწარ ფსიქოლოგთა სპეციალური ჯგუფი ადგენს. ტესტირებასთან ერთად ხდება გასაუბრებაც, როდესაც იგი გვიყვება საკუთარ თავზე. აქ უკვე ყურადღებას ვაქცევთ იმას, რაზე გაამახვილა ყურადღება, რა გამოტოვა თავის ცხოვრებაში და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი სტრუქტურირებული ინტერვიუა. რა თქმა უნდა გითხრათ, რომ ეს არის შოუ და ზოგიერთი კითხვა ფსიქოლოგი, რომელსაც არ დასვავდა, ისეთ შეკითხვებს ვსვამთ ხოლმე ხალხისთვის, რომ საინტერესო იყოს. ქრონიკის ობიექტივში მომდევნო გადაცემის ტესტირების მხოლოდ ფრაგმენტი მოხდა. გიორგი ყიფშიძის სიმართლეს და თამაშის ძირითად ინტრიგას იმედის მაყურებელი უკვე ტრადიციულ დროს იხილავს.